დიახ, იმართება პრაღაში ესეთი დიდი საერთაშორისო კონფერენცია, ეს არის ფორუმ 2000, რომელიც მრავალი წელია აქ იმართება და მთავარი თემა, რა თქმა უნდა, არის დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა და ამ ღონისძიებაზე უკვე მრავალი წელია ხდება სხვადასხვა ქვეყნებიდან დემოკრატიისთვის ბრძოლის, ასე ვთქვათ, წინახმაზე მყოფი ადამიანების დაჯილდოვება. გუშინდელ საღამოზე ძალიან ბევრი იყო საქართველოსთან დაკავშირებით საუბარი, თუ როგორია საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც ფაქტიურად უკვე 1 წლის განმავლობაში გრძელდება, ადამიანები არიან ქუჩაში და მათ შორის მზია ამაღლობელზე, რომელიც არის ამ წინააღმდეგობის სიმბოლო, რომელიც იმყოფება ციხეში და აი ამასთან დაკავშირებით სწორედ გადაეცა მზიას ჯილდო და მზიასთან ერთად სიმამაცისთვის წინააღმდეგობის მოძრაობა სრულად და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ მართლაც თითქმის მხოლოდ საქართველოზე იყო საუბარი მთელი საღამო გუშინ და ერთის მხრივ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა ასე განიხილება უკვე მთელი ევროპის მასშტაბით და საერთაშორისო მასშტაბით, მაგრამ ამავე დროს ცოტა სამწუხაროც არის, იმიტომ რომ ფაქტიურად საქართველოზე არის საუბარი როგორც ავტორიტარულ ქვეყანაზე უკვე და ჩვენ მოქალაქეებს და ჩვენს წინააღმდეგობის მოძრაობას აჯილდოებენ როგორც ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან, როგორც მაგალითად ბელარუსის შემთხვევაში იყო, როგორც რუსეთის შემთხვევაში და ფაქტიურად გაუტოლდა უკვე დღეს საქართველო აი ამ ქვეყნებს, რაც ერთის მხრივ სამწუხაროა, მაგრამ ის რომ აღიარება ხდება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ ქართული ბრძოლის, რომელიც დღეს მიმდინარეობს და მათ შორის მზიას ბრძოლის. ამიტომ კი მნიშვნელოვანი იყო ეს ჯილდოს ხადია. კი ბატონო, საინტერესოა თქვენ როგორ უყურებთ პროცესს იმ ნიშნულს, რომელამდეც არის ახლა წინააღმდეგობის მოძრაობაც, პროტესტიც, პოლიტიკაც ქვეყანაში და ამ პროცესში 4-ს ჰქონდა თავისი მძიმე ხელი, მოდი ასე ვიტყვით, 4 ოქტომბერს. კი ბატონო, რა თქმა უნდა, დღეს ქვეყანა არის უმძიმეს კრიზისში, ხო, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ჩვენ უკვე 1 წელია ვსაუბრობთ ფაქტიურად გასული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, მათ შორის ეს არის სამართლებრივი კრიზისიც, ხო, არჩევნების შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, როგორ შეიკრიბა საქართველოს პარლამენტი და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ ვამბობდით ჩვენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სამართლებრივი კრიზისიც არის და პოლიტიკურიც, ყოფილიყო ახალი საპარლამენტო არჩევნები და ამის შემდეგ ყოფილიყო გადაწყვეტვა, ხო, როდესაც არის ასეთი კრიზისები, მაგრამ მიუხედავად საზოგადოების მოთხოვნისა, პირიქით უკან წავიდა ქვეყანაში მდგომარეობა, რეპრესიები უფრო გაფართოვდა, არაერთი კანონმდებლობა არის მიღებული სხვადასხვა ჯგუფების წინააღმდეგ, იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოება, მედია, აქტივისტები თუ ასე შემდეგ და დღეს ნამდვილად საქართველოში არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა. მე რა ვიცი, ჩემი მუშაობის პერიოდში ყოველ შემთხვევაში ასეთი არ მახსენდება. დღეს იყო ასევე საუბარი იმაზე, თუ რამდენი პატიმარი ყავს დღეს საქართველოს. კი ბატონო, მინდოდა მეკითხა ეს თქვენთვის რისი ნიშანია რაოდენობაზე აქცენტი. კი, რა თქმა უნდა, ეს გაზრდილი რაოდენობა ბოლოს 7 თვეში, 17-18% თქვა, ეხლა მე ზუსტად არ დამეთვლია, მაგრამ ვენდობი ვთქვათ ინფორმაციას, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში სივრცე უფრო და უფრო იკლებს თავისუფლებისთვის და იზრდება ავტორიტარული რეჟიმი და მიმართულება ამ მიმართულებით. როდესაც ამდენი პატიმარი ყავს, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანებიც, ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმი ყარდება, ყოველ შემთხვევაში ამ მიმართულებით არის უკვე გადადგმული არაერთი ნაბიჯი და რეპრესიები გრძელდება ყველა მიმართულებით. იქნება ეს დაკავებები, თუ იქნება თქვა სხვადასხვა, იგივე აი მე წარმოვადგენ სამოქალაქო საზოგადოებას, ხო? რა მძიმე მდგომარეობაში არის დღეს სამოქალაქო საზოგადოება. ათობით ორგანიზაციის წინააღმდეგ დაწყებული აქვს ანტიკორუფციულ გამოძიება, დაყადაღებულია ორგანიზაციები, მათ შორის ჩემი ორგანიზაცია, სადაც მუშაობდი, ხო, და ბევრი სხვა. ან ფაქტიურად წარმოუდგენელი ხდება დღეს საქართველოში მუშაობა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების მიმართულებით. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში არის ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობა და ამას ეწინააღმდეგება ქართველი ხალხი, დგანან ისინი ქუჩაში და თქვენ 4 ახსენეთ და ამასაც გამოვეხმაურები. ჩემი ხედვით არის ესე, რომ საქართველოს მოსახლეობაში დამოკიდებულება გასული წლის აქციების შემდეგ არ ყოფილა შეცვლილი, მაშინაც ძალიან ბევრი ადამიანი იდგა, თუმცა ყოველდღიურად შესაძლოა ისინი ვერ იკრიბებიან, ყოველდღიურად არის გარკვეული ნაწილი, მაგრამ როდესაც ხდება რაიმე დიდი, ვთქვათ, ღონისძიება თუ დიდი აქციის დაანონსება, საქართველოს მოქალაქეები კვლავ გამოდიან, იმიტომ რომ პროტესტი არსად გამქრალა. 4-თან დაკავშირებით მე ჩემი ხედვას გეტყვით, რომ მე არ მქონია რაიმე ესეთი გადამწყვეტი დღის მომენტი, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ეს არის ხანგრძლივი ბრძოლა. ეს დღე ჩემთვის იყო, სამწუხაროდ არ ვიყავი საქართველოში, ვერ ჩამოვასწარი, მაგრამ იყო ერთ-ერთი დღე ბრძოლის და შემდგომ რომ უნდა გაგრძელებულიყო ესეც ვიცი.
ზოგიერთისთვის შესაძლოა უფრო მოლოდინი იყო, რომ რაღაც უფრო მეტი მოხდებოდა, ზოგიერთისთვის ნაკლები, მაგრამ ჩემთვის იყო ეს დღე, რომელიც არის ერთ-ერთი იმ ხანგრძლივ ბრძოლის, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა, ასე ვთქვათ, აწარმოებს ავტორიტარიზმის წინააღმდეგ და იმისთვის, რომ საქართველო არ იყოს ავტორიტარული ქვეყანა, არამედ იყოს დემოკრატიული. კი ბატონო. ნინო, აუცილებლად ასევე მინდა გკითხოთ, აი ეს ფორუმი ზე სიტყვა ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს, გითხარით რა იყო ამ მხრივ მისი აქცენტები, ვინაიდან როცა იქნება ვთქვათ შესაძლებლობა ვაჩვენებთ კიდეც ამას მაყურებელს. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილის მოწვევა ხდება ხოლმე ასეთ ფორუმებზე. დღეს მან ისაუბრა საქართველოში როგორი მდგომარეობა არის და ასევე ისაუბრა მათ შორის წინააღმდეგობის მოძრაობა რამდენ რამეს აკეთებს მიუხედავად ამ რეპრესიებისა, რომელიც ქვეყანაში არის და მან ისაუბრა იმაზე, რომ ის დგას ქართველი ხალხის გვერდით ამ ბრძოლაში, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საერთაშორისო ასპარეზზე მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პრეზიდენტი საუბრობს, არ აქვს მნიშვნელობა ზოგისთვის ყოფილია მეხუთეა თუ ასე შემდეგ, ეს ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზზე ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით და ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი მისი გამოსვლა, რომელიც მათ შორის რეზონანსული იყო აქაც და ზოგადად საერთაშორისო, ასე ვთქვათ, ასპარეზზე. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა, დღეს და ხვალ არის სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი პანელი აქ, მათ შორის მაგალითად მე ვაპირებ ვისაუბრო არჩევნებთან დაკავშირებით, როგორია დღეს მდგომარეობა საქართველოში, ხვალ იქნება საუბარი სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებაზე ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ და ძალიან აქტიურად არის საქართველო აი ამ ფორუმზე წარმოდგენილი სწორედ იმიტომ, რომ დღეს ქვეყანაში ასეთი მძიმე მდგომარეობაა დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მიმართულებით.